გვანცა ამურველაშვილი 2 შვილის დედაა. ამბობს, რომ დაახლოებით 4 წელია, რაც შვილებს მამის გარეშე ზრდის, თუმცა ბავშვები მამის გვარზე არიან და საქართველოს კანონმდებლობით. ამის გამო მას მარტოხელა მშობლის სტატუსი არ აქვს. გვანცას თქმით, მის გარშემო ბევრია ისეთი ქალი, რომელიც მისნაირად მეორე მშობლის გარეშე ზრდის ბავშვებს, თუმცა მათაც არ აქვთ სტატუსი. პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანური, სოციალური დახმარება ქალებისთვის. უნდა არსებობდეს ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც პერიოდი მოვახერხოთ თავის გადარჩენა ამ ბავშვების გაზრდასთან ერთად. ჩვენც ხო უნდა გადავრჩეთ, რაღაც ხო უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენში, ხო არ უნდა დასრულდეს ჩვენი ცხოვრებაც, ხო? უნდა იყოს ნორმალური სოციალური დახმარება, უნდა იყოს დაბალი ფასები პროდუქტებზე, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ნორმალურად არსებობა ამ ქვეყანაში. ამ პრობლემაზე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მაგრამ სოციალურად დაუცველი ირინა ბუიშვილიც საუბრობს. მას უკვე 10 წელია, რაც სტატუსი აქვს და ფიქრობდა, რომ თუ კი სახელმწიფო მას ოფიციალურად აღიარებდა მარტოხელა დედად, ეს მის ყოფას კიდევ უფრო მეტად შეამსუბუქებდა. იმედი ჰქონდა, რომ როგორც მარტოხელა დედას, მას დამატებით დახმარებასაც აღმოუჩენდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ძალიან წვალება ტანჯით, რასაც ქვია, სულ მარტო. 2 შვილით მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფერი. ცხოვრობ ქირით. 400 ლარი მაქვს ქირა, მაგრამ ის მაინც ჩემთვის რთულია, მარტოხელა დედისთვის მით უმეტეს. ძალიან ბევრი სჭირდება ბავშვებს. აი მართლაც რთულია. ახლა მარტო ქირისთვის და მარტო ჭამისთვის ვერ იქნები. ზოგჯერ ეგეც ჭირს. მაგრამ როგორც ასეთი განათლებაც აუცილებელია. ახლა მაგალითად მინდა ჩემი შვილიც მივიყვანო სპორტზე, მაგრამ ვერ მიმყავს. იმიტომ რომ ყველგან გადასახდელია. მაინც რას აძლევს მარტოხელა დედას აღიარება და სტატუსი. საქართველოში 10 წელია, რაც არსებობს მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას მათ დასახმარებლად ერთიანი პროგრამა არ გააჩნია. ერთადერთი ასე ვთქვათ კანონი, სადაც შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ ჩანაწერი მარტოხელა სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით, ეს არის საგადასახადო კოდექსი, სადაც წერია, რომ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე შემოსავალი არ ებეგრება მარტოხელა მშობელს. თუმცა ეს 3000 ლარი დაახლოებით რომ დავთვალოთ, ეს არის 250 ლარამდე შემოსავალი, რაც დღეს არსებულ საშუალო შემოსავალთან შედარებით ძალიან დაბალი არის. ექსპერტი ამბობს, რომ რაც გარკვეული ადვოკატირების საფუძველზე შეძლეს, ეს არის დახმარება მარტოხელა მშობლებისთვის რეგიონებში. მუნიციპალიტეტების ყოველწლიურ ბიუჯეტებში, ასევე სოციალურ პროგრამებში უკვე არის გაწერილი დახმარებები მარტოხელა მშობლებისთვის. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, ან ყოველთვიური ფულადი დახმარება, ან სუბსიდიები კომუნალურებზე, ან დღესასწაულებზე, განსხვავებული საკვების ვაუჩერები, ან ასე შემდეგ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დახმარებები, რომელსაც მუნიციპალიტეტებში შეიძლება ასე ვთქვათ, შევხვდეთ მათ ბიუჯეტებში და სოციალურ პროგრამებში, რეალურად ეს მათი ნებაყოფლობითობის ამბავი არის და არა ასე ვთქვათ ვალდებულება. სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ სხვა ვითარებაა თბილისში, სადაც ყველაზე მეტი მარტოხელაა. მათთვის დედაქალაქში არანაირი დახმარება არ არის გათვალისწინებულიო. გარდა ბაღებში ურიგოდ რეგისტრაციისა, რომელიც რეალურად უქმნის მარტოხელა მშობელს დამატებით ასე ვთქვათ გარანტს სამართლებრივ დონეზე, რომ შეძლოს ბავშვის დარეგისტრირება ბაღში და ამით უკვე თავისი თავი უზრუნველყოს იმითი, რომ დასაქმდეს თუნდაც ნახევარგანაკვეთზე და კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი თავი და ასე ვთქვათ ბავშვი უზრუნველყოს ფინანსურად. მარტოხელა დედები ძირითადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და სერვისების მიღებისათვის. ამბობს საფარის სოციალური მუშაკი ქეთი ბერიძე. როდესაც ხარ მარტოხელა დედა, არ ყავს დამხმარე, ანუ არ არის მეორე მშობელი, ვერ ინაწილებ მასთან ამ ვალდებულებებს და მარტო გიწევს ბავშვის რჩენა და მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელიც არსებითად არ არის ჩართული, ვერ არის ჩართული თუნდაც რაღაცა სოციალური გარანტიების თვალსაზრისით, რომ ქალს კონდეს იმის ფუფუნება, რომ შვიდად გაზარდოს საკუთარი შვილი და არ იფიქროს იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რის წინაშეც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხდებიან მარტოხელა დედები.
მე ხა მახსენდება ერთი кейსი, რომელზეც საფარი მუშაობდა, ეს იყო კერძო სექტორში დასაქმებული ქალი. კერძო სექტორში დასაქმებული ქალი მენეჯერულ პოზიციაზე, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა 3 თვით, თუ სწორად მახსოვს და სამსახურში დაბრუნების შემდგომ აღმოაჩინა, რომ შეცვლილი შრომითი ხელშეკრულებით სარგებლობდა, ანუ დაბალი შემოსავალი შესთავაზა დამსაქმებელმა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ქალთან ერთად მოწყვლადი იყო ბავშვი, რომელსაც ამოცემულობით მოუწია ცხოვრება. ბოლო კვლევა, რომელიც მარტოხელა მშობლების პრობლემებს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 2017 წელს ჩაატარა. მარტოხელა მშობლების საკითხების სამართლებრივი კონსულტანტი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ გარდა სტატუსისა პრობლემა ჰქონდათ უშუალოდ სოციალურ და სამართლებრივ დახმარებებთან დაკავშირებითაც. საზღვარგარეთ და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და განვითარებად ქვეყანაშიც ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსი ბევრად უფრო ფართოდ განიხილება, ბევრად უფრო ასე ვთქვათ, მეტი ადამიანი სარგებლობს ამ სტატუსის და დახმარებებიც არის საკმაოდ მრავალფეროვანი. როდესაც ასე ვთქვათ, საპარლამენტო დონეზე ვერ მივახციეთ იმას, რომ ცვლილებები მიგვეღო, მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს და 21 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლო მოვიგეთ, რის საფუძველზედაც კანონში შევიდა ცვლილებები და 22 წლის 6 ივნის ახალი დეფინიციები გაიწერა, ასე ვთქვათ, სამოქალაქო კოდექსში, გაფართოვდა წრე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ. მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი. თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი. თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია. გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო უკლოდ დაკარგულად. პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოში ბევრია მარტოხელა დედა, რომელთაც სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. მარტოხელა მშობლები კი კვლავ მომავლის იმედად არიან.